ბატონო ნუგზარ, დღევანდელ გადაცემაში ჩვენ არ შეიძლება რომ არ შევეხოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და მაშინ აი ამ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ფაქტს, რომელიც პირდაპირ ილია მეორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძალისხმევით და მისი დამსახურებით უშუალო მონაწილეობით, მოდი ესე თქვა. უშუალო მონაწილეობით. მაინტერესებს თქვენი შეფასება აი ამ მოვლენის, ამ ფაქტის. აი როგორ განხორციელდა. როგორ განხორციელდა? რა თქმა უნდა, ეხლა როცა ამაზე ვსაუბრობთ, უნდა პირველ რიგში ეს არის პატრიარქის დიდი ავტორიტეტი. ვისთან? რუსეთის ფედერაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა რუსეთის ეკლესიის მიმართ იყო ეს გაგზავნილი ეს თხოვნა. რუსეთის ეკლესიამ კიდე რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა და ხელისუფლებამაც ეს გაითვალისწინა და აი ესე თქვათ საშუალება გამოინახა. ამით შეიძლებოდა, ეხლა შეიძლება იცი რაღაც ძალიან ბევრი რაღაც ვერსიები შექმნათ, რომ ამით რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა რომ უფრო აი საქართველოს ეკლესია მისდამი მეტი ლოიალობით ყოფილიყო, გამშვალო, ეხლა ბევრი რაღაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ფაქტი ისა, ჩვენ გვაინტერესებს ეხლა რა იყო და იქ ფარდისიქით რა ხდება, ძნელი სათქმელია და ეს რაღაც ჭორობის დონეზე, მაგრამ ჩვენ რეალურად რაც მოხდა, ეს ფაქტი განხორციელდა. თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც ალბათ ესეც არ უნდა დავმალოთ, მანამდე, ესე იგი 9-ში, 11-ში სამი მიმართვა გააკეთა რომის პაპამ, მაშინ ბენედიქტ მე-16 იყო, სამი მიმართვა გააკეთა ამ ომის შეწყვეტაზე, მათ შორის იმ მესამე მიმართვაში ისიც იყო, რომ აი თქვათ დაჭრილების და მიცვალებულების იქიდან გამოყვანის შესახებ. ანუ საერთაშორისო დონეზე რომის პაპმა დააყენა ესეთი. და აი აქ უკვე საქართველოს რუსეთს შორის ეს პატრიარქმა დააყენა და ნუ შედეგი რა თქმა უნდა ვნახეთ.